ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენ გაცემ შემდეგი ეპიზოდიდან, სადაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოში. და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვებზე, რომლებსაც ჰქონდათ ეროვნული გამოცდები, რომლებიც აპირებდნენ უნივერსიტეტში ჩაბარებას, რომ იქ სწავლა გაეგრძელებინათ, ესწავლოთ 4 წელი, შემდეგ გლოვოს კურიერები გამხდარიყვნენ, თუმცა ამ დამპალმა რეჟიმმა შეუჩერა ეს ოცნება მათ და მათ მისცა შესაძლებლობა, რომ 4 წლით ადრე გამხდარიყვნენ გლოვოს კურიერები. ამ დღეს ვსაუბრობთ იმ 8000 ადამიანზე, რომელმაც ვერ ჩააბარა უნივერსიტეტში. თუმცა გამოცდები ჩააბარეს. მოკლედ, რა თქმა უნდა, აუხსნათ, ვინც არ იცით რა ხდება. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღო მონაწილეობა დაახლოებით 44000-მა ახალგაზრდამ, რომლებმაც, დაწერეს ეს გამოცდები, ჩააბარეს და შემდეგ ამ ჩაბარებულებიდან 8000 დარჩა უნივერსიტეტის გარეშე. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ზღვარი გადალახეს მინიმალური, მაინც ვერ ჩააბარეს უნივერსიტეტში. ამაზე ცდილობს ახლა ხალხი ერთი ამბის ატეხვას, რომ როგორ ჩემმა ანგელოზმა თორნიკემ ხომ ჩააბარა გამოცდები, ხომ გადალახა, ხომ მიიღო ქართულში 100-დან 26 ქულა, 25 იყო გადამლახავი, ჩემი თორნიკე ისეთი გენიოსია და უნივერსიტეტის გარეშე დარჩა. და მოკლედ ეგეთი მშობლები ტირიან და ეგეთი ბავშვების დეიდები, რა თქმა უნდა. ანუ თითო ბავშვზე 1-3 ადამიანი ტირის, რა, დედა, დეიდა და ბებია, იმიტომ რომ მამას მაგრად კიდია, ეხლა მამამის ეუბნება, ხო გეუბნებოდი ცეხში წამოდი. ხოდა მე დღეს ვეცდები რომ დაგემტკიცოთ, რომ მამა თქვენები მართლები არიან, რომლებიც გთავაზობენ, რომ ცეხში წამოდიო. აი უნდა გაყოლოდით. კარგი, მოდი დავიწყოთ ამ თემის განხილვა ნიკა გვარამიას წინადადებით და მის მიერ გამოთქმული პრეტენზიით. 8000 აბიტურიენტი, რომელსაც სტუდენტობა შეუძლია, მოიცა, ეს რატო ვკითხულობ, კაცო, ეს ნიკა გვარამიას ხმა არ არის. 8000 აბიტურიენტი, რომელსაც სტუდენტობა შეუძლია, ვერ მოხვდა ვერც ერთ უნივერსიტეტში, რადგან მათი ადგილი ფიზიკურად არ არის და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმმა ასე გადაწყვიტა. ბატონმა ნიკუტამ ესეთი პრეტენზია გამოთქვა და მე მინდა აქ ყურადღება გავამახვილო ერთ სიტყვაზე მხოლოდ. სიტყვა შეუძლიაზე. 8000 აბიტურიენტი, რომელსაც სტუდენტობა შეუძლია. სტუდენტობა შეუძლია, მე მგონი ჩემ ძაღლებსაც შეუძლიათ სტუდენტობა, ანუ იმდენად დაბალი მოთხოვნები გვაქვს სტუდენტობაზე დღესდღეობით, რომ მართლა ჩემი აზრით ძაღლებსაც შეუძლიათ სტუდენტები გახდნენ. თავარია, ანუ არ იყეფონ. უბრალოდ თუ დასვამ სკამზე და წყნარად იქნებიან, აი ეგ არის სტუდენტობა. მაგას ითხოვდით თქვენ. მთავრობამ ხომ მოგცათ უფასო სწავლა. ანუ ადამიანებს ჩამოგაკლოთ 2250 ლარი. მაინც ეხა რაღაცით უკმაყოფილოები ხართ, ხო? ბავშვებს რომ აჩენდით, რომ აბარებინებდით და ისინიც რომ აბარებდნენ, ილია უნიში მოვეწყე! და მე რომ გიწევდათ 2250 ლარის ხდა იმის გამო, რომ 4 წლის შემდეგ წასულიყვნენ და გერმანიაში ძიძები გამხდარიყვნენ. ეგეც მთავრობის ბრალი იყო? არა. მთავრობამ უბრალოდ გადაგიწყვიტათ, რომ ვინც საუკეთესოები ხართ და ვინც სწავლობთ, იმათ უფასოდ გასწავლით და ვინც ქვედა 20% ხართ, ანუ საერთოდ არ გინდა თქვენ სწავლა და მოდი საერთოდ ნუ შემოხვალთ და მთავრობას ნუ დაგვახარჯინებთ ფულს და მთავრობის ფულის დახარჯვა ნიშნავს ჩემი ფულის დახარჯვას და თქვენი ფულის დახარჯვას. იმიტომ რომ არ მინდა მე პირადად გეუბნებით, რომ აი არ მინდა რომ ეს 8000 ბავშვი მოხვდეს და ჩემი გადასახადებიდან რომ მე გაზში, დენში, რაღაცებში, პროდუქციაში ვიხდი ფულს და აქედან პროცენტი შეზდის მთავრობას, რომ აი მაგითი ვასწავლო ამ 8000 ბავშვს. ესენი არიან ქვედა 20%. 10 ადამიანიდან ბოლო 2 ხარ. აი შედიხარ სადღაც, მაგალითად, ხელი მოიტეხე, მოდი ჩემ თავზე მოვყვები რა, ხელი მოვიტეხე
გადამტრეული მაქვს მთლიანად, აი ჩამოკიდებული მაქვს მხოლოდ ხორცზე და შევყავარ სასწრაფოს გადაუდებელი დახმარების პალატაში და შემოყავთ 10 ქირურგი. და ესე მეუბნებიან რომ აი ამ 8-მ ჩააბარა გამოცდები ქირურგობის, ეს 8 კარგად სწავლობდა, მაგრამ ის 2 იმ 2-მა სცადა რა თავისი საუკეთესო, უბრალოდ ვერ ჩააბარეს. აი რა სიტყვით, რომ ვინ გამიკეთოს ოპერაციაო? აი ამ ხელს ხო აიღებთ ესე ჩამოკიდებულს და იტყვით რომ აი 2-მა ნახვი აქედან. და აბა სხვა პროფესიებზე ესე რატომ უნდა შეგვრტკიოდეს გული? აი ქირურგს ხო არ ანდობთ თავს, ვინმე რომ გითხრათ რომ აი 10 ქირურგი ეჯიბრებოდა ერთმანეთს და ეს 2 დაყლებული ბოლო ადგილზე გავიდა. და თქვენ რა აი მაგდენად სერიოზულ საკითხზე რომ მიდის საუბარი, თქვენ იტყვით რომ კი, მაგრამ ვაიმე რა საყვარელი ბავშვები არიან, მინდა რომ იმან გამიკეთოს ოპერაცია. არა, იტყვით რომ გააჯმევინეთ იმას საუკეთესო მომიყვანეთ. თავის საქმეში საუკეთესო მომიყვანეთ. ხო იტყვით მაგას? კი, იტყვით. აბა რატო უნდა ჩავაბარებინოთ თქვენ ბავშვებს უნივერსიტეტში უფასოდ? ჩემი ფულით. და მაგას არ ფიქრობთ, არა, მაგაზე რატო იფიქრებთ? იმიტომ რომ 8000 ბავშვი, 8000 რა უყო მე ჩემი ბრალი არ უარსწავლობს თქვენი 8000 ბავშვი? წავიდნენ, ძმაო, წავიდნენ, თქვენ გონიათ აი ეგ არის ბიჭო ეს საბჭოთა მენტალობა რა და საბჭოთა აზროვნება რომ ყველას უნდა კონდეს დიპლომი. აი მართლა როდის უნდა დავასრულოთ ეს ადამიანების შეცოდების სინდრომი რა და აი ღმერთის სინდრომი გონებაში რომ ყველა ადამიანი უნდა შეიცოდო, ყველა უნდა შემოირიგო და ყველა უნდა გულში ჩაიკრა და დაკარგული შვილები უნდა ჩაიკრა გულში. არა! დებილები არიან! 10 ადამიანს ეჯიბრები, ბოლო 2 ხარ და კიდე პრეტენზიები გაქვს რომ მეც მინდა იქ, არ გინდა შვილო იქ, არ გინდა შენ, არ ხარ მანდ შენ. წადი, სხვა რამე გააკეთე. წადი იმდენად მაგარი გახდი, რომ შემდეგ ამ 8-მ შეგეხვეწოს, რომ მიგვიღეო შენთანო. გააკეთებთ მაგას? არ გააკეთებთ. 18 წლის ასაკში შეგიძლიათ გლოვოში წახვიდეთ, მართლა იმ დამპალ ვოლტში წახვიდეთ. დიახ, ზოგჯერ გესვრიან ტყვიას. დიახ, ზოგჯერ ვიღაცა გცემს 17 წლის ბიჭები, მაგრამ მაგ ვოლტში და გლოვოში 60 წლის კაცები მუშაობენ, რომლებიც არ ჩენენ თავის ოჯახს მაგ ვოლტით და გლოვოთი. და თქვენ უკვე მოგეცათ შესაძლებლობა, უკვე ყველამ გაგრიყათ მაგ 10 კაციდან, უკვე გითხრეს რომ всё, შენ არ ვარგი ხარ, შეგიძლიათ გააბრაზდეთ და წახვიდეთ და დაიწყოთ მაგ გლოვოში მუშაობა. სკუტერი რა ღირს იცი? 600 თუ 700 ლარი ღირს თუ 400 ლარი ღირს მე მგონი სკუტერი. ფეხით დაიწყეთ მუშაობა, შეაგროვეთ მაგ დამპალი სკუტერის ფასი. და გადაიხადეთ და მაგით იმუშავეთ და გამოიმუშავეთ 5 და 6000 ლარი და წინა ვიდეოში სხვა შორის ხალხმა რომ მიკომენტარა რომ მიშა შენ კიდევ გჯერა რომ მაგდენს გამოიმუშავებენ კი მეგობრებო კი 100% ჯერა და აი 8 და 9000 რო ვერ გამოიმუშავებთ ეგ მხოლოდ თქვენი ბრალია რადგან თქვენ არ იცით მომხმარებელთან მოქცევა არ იცით რომ აი მე მოგიყვებით რა რომ მე როცა ვუტოვებ ხოლმე ადამიანებს ჩაის ტიპები რას მეუბნებიან იცი არა საჭირო არა ძმა რა არა ძმა ბიჭო სახლში შემოპატიჟებას და ყავაზე დაპატიჟებას და აი ხა დედა ჩემი ღუმელში ნამცხოვრებს შეყრის მაგაზე კი არ გპატიჟებთ შვილო ფულს გაძლევთ რომ მეტი გამოიმუშაოთ და სანამ ეგეთი აი ესეთი დებილი აზროვნება გექნებათ რომ თქვენ სამსახურში ვიღაცა გაძლევთ ზედმეტ ფულს და თქვენ ეუბნებით რომ არა ძმა გაიხარე მანამდე იქნებით ღარიბები მე რო სასტუმროში მუშაობდი ხოლმე და სტუმრები რო შემოვიდოდნენ აი ესე ვტაცებდი ხელებიდან ჩანთებს ნებისმიერ ჩანთას ვაფშე ქალებს რო ამხელა ჩანთა ქონდათ მაგასაც ვტაცებდი მეთქი მომეცი ყველაფერს მიავზიდავ თქვენ თავისუფლები ხართ მე აქ გემსახურებით ყველნაირად რომ მეუბნებოდნენ რომ არა არის საჭირო მეთქი თქვენ აქ არაფერს წყვეთ მე აქ იმისთვის ვარ რომ თქვენ გასიამოვნოთ აი ესე უკეთებდი სახეზე მეთქი დამშვიდდი ყველა ჩანთას მიავიტან ლიფტს მივაჭერდი ღილაკს შეუტანდი ამ ჩანთებს მიუჭერდი ღილაკს ბუმ მე ფეხით აურბოდი იქ ხვდებოდი ლიფტთან ისინი გიждდებოდნენ რომ ამით ამოირბენ კი 100 კილო ჩანთებით აურბოდი კი ოთახში შემყავდა და ვათვალიერებინებდი რომ
კონდიციონერის პულტი შეხედეთ. გნებავთ ჩაგირთოთ კონდიციონერი, წკაპ, კონდიციონერი ჩაირთო. აი შეხედეთ. ტელევიზორის პულტი გნებავთ, ტელევიზორი ჩაგირთოთ, წკაპ. არა, არ გვინდა ტელევიზორი, მკიდია თქვენ რა გნებავთ. მე ვაპირებ მაინც აგერ ტელევიზორი. აქ შეხედეთ, საპირფარეშო. ხო, არ გვაინტერესებს საპირფარეშო. აი შეიხედეთ. მინიბარი. ბორჯომი. ვაინ, ვინო. თვითონ ვერ გააკეთებდნენ მაგ ყველაფერს, თვითონ ვერ მოძებნდნენ მაგ პულს ან ერთღილაკს ვერ დააჭერდნენ. უბრალოდ ეგრევე ემსახურებოდი, როდესაც ფული მჭირდებოდა და ვაკეთებდი კიდევაც მშვენიერ ფულს. და თქვენ ეს ყველაფერი გიტყდებათ და რო შევდივარ ხოლმე, რამდენჯერ საქართველოში, რამდენ სასტუმროში ყოფილი ვარ, თქვენ არც წარმოგიდგენიათ და არც ერთგან არ დამხმარებია ადამიანი. რატომ? იმიტომ რომ გოიმები ხართ. არაფერი არ იცით, ბიჭო. მომსახურება თქვენ არ გინდათ. არაფერი თქვენ არ გინდათ. ყველაფერი გიტყდებათ. თქვენ ისევ ხართ ჩარჩენილები, რომ ამას რატომ უნდა მომსახურებო? წადი ძმა უნივერსიტეტში ვერ წახვედით. აბა რა გინდა და მე ირაკლი კობახიძეა, ხო დამნაშავე. მომსახურება არ გინდათ? 18 წლის ასაკში მუშაობა არ გინდათ? უნივერსიტეტში გინდა, რა გინდათ უნივერსიტეტში? რომ გოგოები გაიცნოთ, მეტი რა უნდა გინდოთ ეს 18 წლის ბიჭს, რომელსაც ჯერ გონება, აი ბოლომდეც კი არ გაქვს ჩამოყალიბებული, აქ რო ის ყიფლი ბანდი გვაქვს, ეგეც არ გვაქვს ჯერ შეხორცებული 18 წლის ასაკში და ამ დროს უკვე ისეთი პრეტენზიები გვაქვს, მე ძმაო, მთავრობა მავიწროებს, რაში გავიწროებს შვილო მთავრობა? რა მთავრობა გავიწროებს? ვინ აკოს მთავრობის რამდენ წევრს ჩამომითვლი? გავიწროებენ, არა კიდე თქვენ გავიწროებენ, ბიჭო, თქვენი მშობლები და აი ეს თქვენ ხელა პარაზიტები, რომლებიც იმას გეუბნებიან, რომ რუსული არ ისწავლო, რუსების მონა არ გახდე. წადი შვილო, რუსული ისწავლე ელემენტარული, ინგლისური ისწავლე ელემენტარული, მომსახურების სფეროში წადი და 8 და 9,000 ისე დადებ, როგორც დაგიბარებია. არა, ყველა უნდა გამოვიდეს რა, აი ყველა არის დაბადებული, ყველა ქართველი რო იბადება, ეგრევე პრემიერ-მინისტრად ძმაო, სხვა მაგას ნაკლები არაფერი რა, უნივერსიტეტშიც უნდა მიიღონ რაღაცა ბოლო 20%-ის ქულებით, მერე კაი სამსახურიც უნდა მისცენ კაბინეტში რო იჯდეს და ესე პროსტა რა, აი ფეხი დადოს და ხელი აწეროს რაღაცეებს რა. აი გაგისწორდებათ, ხო? აი ეგავართ, ბიჭო, ვინც წუწუნებთ. 8,000 ბავშვი არ ჩაირიცხაო და მაგათმა ოჯახებმა რა უნდა ქნაო? და უნდა ემუშაوات აქამდე. ხალხი რო იმას გაჯერებთ, რომ შვილო, აი შენი საუკეთესო წლები არის სკოლის წლები. რა სკოლის წლები, ბიჭო, რა სკოლის და უნივერსიტეტის წლები? მაგას გეუბნებიან უბნის ლოთები მაქსიმუმ. 60 წლის კაცები გეუბნებიან მაგას, რომ შენი საუკეთესო წლები არის აი სკოლის წლები და გამაიყენე ეს. რა უნდა გამოვიყენო, ბიჭო, სკოლის წლები ვაფშე არ მახსოვს, იმდენად უმნიშვნელო იყო. 15 წლის ასაკში რა არის საუკეთესო? 15 წლის ასაკში რა უნდა მოგწონდეს? გოგოებს შენ არ მოსწონხარ, რადგან შენ თანატოლ გოგოებს უფროს კლასელები მოსწონთ. მანქანა შენ არ ყავს, სახლი შენ არ გაქვს. რამე ქონება შენ არ გაქვს. მაქსიმუმ ყავს დამპალი ზაზუნა სახლში. ეგ არის მთელი შენი ქონება. 5 ლარად ვიყიდი მაგ შენ დამპალ ზაზუნას, კოკოს თუ ჩოკოს თუ რაც ქვია. აი მაგ შენ ჩოკოს ავიღებ და კედელზე შევახეთქებ და მერე იმდენ ფულს მოგცემ რომ დაგაწყნარებ და ახალ ჩოკოს გიყიდი. ეგ არის საუკეთესო ცხოვრება და ეგ არის საუკეთესო წლები. და ეხა 17 წლისებს კიდე გჯერათ რომ ვერ მოვეწყეთ და მშობლებიც მაგას გაჯერებენ რომ ვერ მოეწყე, წავედით გავაპროტესტო, წადით გააპროტესტეთ. აი ხა შემდეგი შაბათის მარში ნახეთ, მაგაზე იქნება აბიტურიენტებს რომ 8,000 ბავშვი დაიღუპა. ბიჭო, ყველა მილიონერი და მილიარდერი იმას გეუბნებათ რომ ფეხებს დაიკიდეთო ეს უნივერსიტეტებიო, წაითო ელექტრიკაზეო. გონიათ გეღადავებიან? ვერ ხედავთ რომ ყველა ტყეებს ჩეხავს. ამერიკის ტყეებს გადახედეთ, აბსოლუტურად ყველა ტყე გაჩეხილია და დატა ცენტრებია ეხა აშენებული. მაგ დატა ცენტრებს ვინ აშენებს? ელექტრიკები.
არა, მაინც ჩემმა შვილმა ტურიზმზე უნდა ისწავლოს, ხო, ისწავლოს, რა უნდა ისწავლოს ტურიზმზე, ჰა, ქალბატონო ლეილა, აი რა უნდა ისწავლოს თქვენმა შვილმა ტურიზმზე. აი მომიყევით რა, აი ყობაძია, აბა რა უნდა ისწავლოს თქვენმა შვილმა. ბიჭო, ყველას აი ეგრე გაჯერებენ მშობლები, რომ აი მაგალითად შვილო სტროიკაზე არ გინდა მძიმე სამუშაოა, რადგან თვითონ არიციან თქვენმა მშობლებმა, თქვენ მშობლებს გონიათ, ან ვინც მაგას გეუბნებათ, რომ სტროიკაზე მძიმე სამუშაოა, მაგათ აქვს წარმოდგენილი ელიავაზე დგომა, რომ ვიღაცა გამოივლის, უნდა მივარდე და 1000 ბლოკი მაგ გადასაზიდე და შენც უნდა დათანხმდე, რომ კარგი გადავზიდავ 1000 ბლოკს. არა, ბიჭო, ამდენი კორპუსი შენდება, ამდენი რაღაცა კერძო სახლი შენდება, ამდენი ვილა შენდება. მაგათ ვინ აშენებს? გონიათ ელიავას მუშები აშენებენ? არა, შენებლები მილიონერები და მილიარდერები არიან. ახ, ჩემი და ხალხს კიდე გონია მშენებლობა, დამაკნინებელი სამსახური, ელექტრიკოსობა. ელექტრიკე უნდა, ბიჭო, ეგეთი ელექტრიკი თქვენ რო გონებაში გაქვთ, ეგეთი ელექტრიკი მეც ვარ. ნებისმიერ ოთახში შემიძლია დენი გაგიყვანოთ. მეც ვარ მაგდონის ელექტრიკი. მაგას არ ვგულისხმობ, მე ვგულისხმობ ისეთ ელექტრიკს, რომელიც ჰესებს აშენებს, დატა ცენტრებს აშენებს, ჰიდროელექტროსადგურებს აშენებს. აი ეგეთი მაგარი ელექტრიკი რო იქნებით და მილიონები რო გექნებათ ხელფასი წელიწადში, მერე მიხვდებით რომ მომენტ ძალიან საკაიფო სამსახურია ელექტრიკობა. და მშენებელი რო იქნებით ისეთი, რომელიც ვილებს ააშენებს და არა იმას რაღაცა ერთი ბოსელი ამიშენე 4 პიუაზე და 3 თევზზე. აი ეგეთი მშენებელი არ უნდა იყოთ, მაგრამ ვილებს რო ააშენებ და რო დაგიკვეთავენ, რომ აი მინდა ერთი ვილა, რაღაცა 1000 კვადრატიანი, 2 სართულიანი, წინ აუზი ყველაფერი და თქვენ რო ეტყვით, რომ კი ბატონო გავაკეთებ. აი მე მიხვდებით, რომ სტროიში კი ვარ, მაგრამ ერთი 500,000 იმრჩება, რა მაგარია. ხო, მე მიხვდებით, რომ თურმე არ უნდა იყოთ ამ თქვენ მშობლების საბჭოთა კავშირის გონებაზე ჩამოკიდებულები. მაგ ბავშვებმა ვინც ვერ ჩააბარეთ გული არ გაიტეხოთ, თუ გაიტეხავთ გულს იცოდეთ რომ არავინ მოვა დასახმარებლად, რადგან არავინ გიშველით, თქვენ საკუთარ თავებს თუ არ უშველით. დაიწყეთ დღესვე მუშაობა, დაიწყეთ დღესვე რუსულის და ინგლისურის სწავლა, დაიწყეთ მომსახურების სფეროში მუშაობა და აი 3 წელში სანამ ეგ თქვენი კლასელები უნივერსიტეტს დაამთავრებენ, მანამდე უკვე ბინები გექნებათ. აი, მაგაში დამიჯერეთ რა. მომსახურების სფეროში წესიერად იმუშავეთ. კოცნით მიყვარხართ, დავიშალეთ.